რატომ გადაწყვიტა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დამთავრება? რა გეგმები აქვს ქართველ ფეხბურთელს? ვინ იქნება ნაკრების ახალი კაპიტანი და რას ამბობს ვილი სანიოლი? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. გურამ კაშია საფხულში სანაკრებო კარიერას დაამთავრებს. ამის შესახებ ნაკრების კაპიტანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2 ივნის რუმინეთის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა მისთვის ნაკრებში ბოლო იქნება. კაშიამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ისრაელთან და ლიეტუვასთან მოახლოებულ ამხანაგურ შეხვედრებზე ისაუბრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა. მათ მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. პირველ რიგში საქართველოს მუსანცირე მეორე იყო ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი ჩემ ცხოვრებაშიც ამოდენიმე შეხვედრები და უსაყვარლესი და უდიდესი ქართველი ადამიანი და ძალიან გული დავსვა ყველას და უზიარებ მთელ საქართველოს მეორე რაც შეეხება პირველად თქვენთვის მეთქვა სანაკრებო შეკრებაზე უნდაინთან აღარ ვიქნები ივნისის თამაშზე ამხანაგურ თამაშზე რუმინეთთან ჩემ გამოსამშვიდობელ თამაშს ვთამაშებ თქმა უნდა გული წყდება რომ ნაკრებს უნდა ჩამოვშორდე მაგრამ დროა ჩემთვის ალბათ ჩემ ნაკრებს და ფეხბურთს ალბათ დავამშვიდობო 17 წელი ვიყავ ნაკრებთან ერთად და ეს იყო ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში საფეხბურთო კარიერაში თამაში 130 თამაშამდე უშუალოდ მისდევდი მართლა მართალიცად ამის ერთ სანაკრებო თამაშზე ოცნებობდი მარტო და ისე მოხდა რომ თითქმის 130 თამაში ჩავარდი და ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ რაც მე მიადა შევძელი ჩემი კარიერიდან გამომდინარე და მინდა მადლობა უთხრა თითოეულ გულშემატკივარს თქვენც რა თქმა უნდა მინდა უთხრა ფედერაციას ძალიან დიდი მადლობა იაში ყოველთვის გრძნობდი შენ გვერდში დგომას ცოტა მძიმეა ჩემთვის ხა ბევრი ლაპარაკი ამიტომ ბევრს არ ვილაპარაკე იმისის ამხანაგურ თამაშზე კიდევ შევხვდებით ალბათ რომეც ვილაპარაკებ ამ გამორჩენ პერიოდზე მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ ესე ხარს მიდებით ამ 17 წლის პერიოდში ძალიან ძელი ალბათ თქვენთვისაც არ იქნება რაღაც სურპრიზი რომ დღეს ამ განცხადების ბოდიში ტელეგრამზე არიან და ცოტა მიჭირს ლაპარაკი. ამიტომ ბევრს არ შეგაწევთ არ ვლაპარაკებ, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის რომ გულშემატკივრობით, მომხდებით და ჩემ გვერდით იყავთ. მე რომ ნაკრებში მოვიდნენ ძალიან დიდი მადლობა მისგანაც მართლა შევისწავლე რამდენად ასეული არის იქ ყოფნა და ნაკრებში თამაში და მართლა ნაკრებში მივედი ძალიან დიდი პერიოდი ძალიან ახალგაზრდა ვიყავ დაახლოებით ალბათ 19 წლის ვიყავი იაშკაც იყო კომიც კალაძე და ძალიან დიდი გამორჩეული ჩემთვის მაგალითი მათგან ავიღე მართლა შეიძლება მაშინ ესეთი შედეგები არ იყო როგორც თქვა დღეს გვაქვს მაგრამ მიდგომა გუნდისადმი ქვეყნისადმი იყო და ჩემთვის საშუალება და მაგრამ ვიქვი რამდენად დიდი იყო პასუხისმგებლობა და თავიდან დათმობაზე ვითამაშობდი მართლა მითხრათ იმიტომ რომ მქონდა ის რომ აი მაშინ შავს ახალგაზრდა რო ხარ სულ მის ფიქრობ შეცდომა არ დაუშვი შემდეგ რო გავიზარდე უკვე პასუხისმგებლობა ის ფეხბურთელები რომ წავიდნენ პასუხისმგებლობა და ჩამოყალიბდი როგორ ლიდერად გუნდში და მას შემდეგ უკვე პროფესორად ვიყავით რამდენიმე კვირის წინ ნაკრების შესახებ და
შემიძლია ყველა რაღაცა შევიძინოთ და შეიძლება ზოგმა რაღაც საფეხბურთო მაგალითი, ზოგმა რაღაც მიდგომა ფეხბურთსადმი, ზოგმა დიეტა, ზოგმა თავისებური თამაშია და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დაწესებულება და ვიღაცის ცხოვრებაში რაღაც პატარაზე გავლენას მოახდინე უკეთეს შეგვიძლია უკეთეს სპორტსმენი იყო ეს არის ძალიან დიდი მომენტი ჩემთვის და ალბათ აი ამაში ვთქვი რაღაც დავტოვე ალბათ რაღაც ის არის რომ ყველა ფეხბურთში რაღაც შეცვალე შეიძლება ძალიან ცოტათი მაგრამ ხალხად შეიძლება ვიღაცას რაღაც უჭირდა და ჩემი გამოცდილებით დავახმარე და ის უფრო უკეთეს ფეხბურთელი არის დღეს ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი თვითონ ფეხბურთის ასწავლე საერთოდ ამთავრებ კარიერას როგორ წელი ისეთი კი ვაფართები თამაშის მე არის ინგლისის თამაში იმიტომ ხო ფედერაციას რომ იმში ხოსილიყო მითაც სეზონი დავამსახურე კლუბში და ნაკრების შეიძლება თამაში და დაყოლავდა რაღაც ამბავი იქნება ჩემთვის გამეშობა დამთავრებას კი მაგრამ არც თვისი ადგილი იქნება ალბათ იმიტომ რომ რაღაცას მთელი ცხოვრება ავაკეთებ და ვიცი რა ალბათ თამაშზე რომ მიდიგება საქმე შეიძლება არის შეიძლება ფიზიკურად კარგი გამოსულა თავს ისე იმდენს დავუგივა ისე გავუგივა არასდროს არ გავხსეულა სწრაფად მაგრამ ისეთი ხო ტრავმის გამო გაყვანილ თავს მომდე შემთხვევაში რომ ტრავმა და რაღაც აწუხებს ამ შემთხვევაში მე არ მაწუხებს არა უბრალოდ ისე არ გამომდის როგორც გამოდიოდა რამოდენიმე წლის წინ და ვათხოვ და ვამჩნევ არის ვერიტეტი ჯერ მაგრამ სანაკრებო ბოლო თამაში თამაში აუცილებლად ფეხბურთში იქნები ნებობასაც ფიქრობ და მინდა ვცადო აუცილებლად არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს მაგრამ საფეხბურთო მენეჯმენტის უფრო მაინტერესებს მანდაც გამიხილავ მაგრამ აუცილებლად იქნება ფეხბურთში ფიქრობ ძალიან დიდი გამოცდილება დამგრევდა ბევრ კარგ ორგანიზაციაში მიმუშავია სხვადასხვა კულტურაში და ფიქრობ ჩემი გამოცდილება საფეხბურთო უნდებს ალბათ გამოიყენება მაგრამ რასმა უნდა ჯერ სწავლა და ალბათ რამოდენიმე თვე მართლა დასვენებდა რომ მთელი ცხოვრება არ გავჩერებულა როგორც ის ესრული თამაშიც ის რომ ის ამიტომ ცოტა ერთი-ორი თვე ალბათ დავისვენებ და ალბათ რამე მომინატრება და აუცილებლად ჩემთვის ოცნება იყო ნაკრების თამაში ჩემში ფეხბურთს რო თამაშობდი ხოლმე მამაჩი მოგიყვარდა მოგიყვანა სანაკრებო თამაშზე გონი იტალიის ნაკრებს ვეთამაშებოდით ფლობსტები და ჩემი გოლი თამაში იყო როგორც გულშემატკივარი თამაშობდა აი მას მე მართლა უცდება მქონდა რომ ერთი თამაში მაინც ჩამეტარებინა ნაკრებში ეს ოცნება აუცილებელი თითქმის 120 რა თქმა უნდა მიზანი ყოველთვის ის იყო რომ ვეთამაშა ევროპის სამწუხაროს ჩემპიონატზე როდესაც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშით მე ის მსოფლიოს ჩემპიონატის თამაში მომიდა აი ვერ ვიყავი ყველაფერი ის რაც მინდოდა შევასრულე იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყოველთვის როცა სპორტსმენი ხარ ფეხბურთელი ხარ უფრო მეტი და მეტი მithumetă შენი ქვეყნისთვის ამიტომ რა თქმა უნდა ის მსოფლიოს ჩემპიონატი დამოკიდება ერთადერთი ტურნირი რაც არ მითამაშია ჩემ კარიერაში არის მსოფლიოს ჩემპიონატი და ძალიან მოგდაწყვეტია მაგრამ ავისრულე კიდევ ერთხელ ვიტყოდი 130 ჯერ მითამაშე ნაკრებში მაგრამ ეს იქნება ჩემთვის როცა გავიზრდები და დავყიდები ჩემ შვილს ჩემ შვილიშვილებს მოვუყვები რომ
ყველაზე მეტი თამაში ჩემპიონის თამაში. ამაზე დიდი მიზანი არ არსებობს ჩემთვის, რომ ჩემ კარიერაში იქნებოდა აუხსნელი უცნობა. ვერ წარმოვიდგინდი ის თბილისის ქუჩებში ფეხბურთს რო თამაშობდი, მე ვიქნებოდი დღეს აღმოჩნდებული და დამიმშვიდობებოდი 130 თამაშით. ამიტომ ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი აუცილებელი უცნობა და ალბათ მიზანიც. გურამი ქართული ფეხბურთის ლეგენდად უნდა მოიხსენიოთ. ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, რომ ნაკრების კაპიტნის სამკლაური კაშიას მოერგო. გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით მინდა მას მადლობა გადაუხადო. ძალიან სასიამოვნო იყო გურამთან ერთად მუშაობა. როდესაც ცხოვრების ერთი ნაწილი სრულდება, აუცილებლად იწყება რაღაც ახალი. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. რაც შეეხება ნაკრების მომავალ კაპიტანს, დღეს ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მოთამაშეებს დაველაპარაკები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინ გახდება ნაკრების კაპიტანი. რაც შეეხება მოახლოებულ თამაშებს, ჩვენი ამოცანა ყოველთვის არის ის, რომ ვიპოვნოთ ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. ამ მხრივ ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები საკმაოდ რთული გამოდგა. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და რაღაცა შევცვალოთ. ეს ამხანაგური შეხვედრები ამას ემსახურება. ახალი იდეები, ახალი ფეხბურთელები, სადაც ბევრი სიახლის გატესტვა შეგვიძლია. როგორც თქვი, ბოლო ციკლი რთული იყო. ჩემი აზრით, ტაქტიკაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მიდგომა. სოფლიოს გამორჩეული მწვრთნელები, ანჩელოტი, გვარდიოლა, კლოპი, ტაქტიკაზე იშვიათად საუბრობენ და ძირითადად ფეხბურთელების მიდგომებზე აკეთებენ აქცენტს. ბოლო დროს ფეხბურთელებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. ყველა მათგანი აღიარებს, რომ ბოლო შეხვედრები არ იყო კარგი და უნდა გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. ველოდებით ამხანაგურ თამაშებს და იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები კარგი მოსამზადებელი იქნება შემდგომი მატჩებისთვის. ერთა ლიგის ახალ გათამაშებას კი დიდი ამბიციებით შევხვდებით. როცა მოედანზე გავდივართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვება და პირველი ადგილის დაკავება. ეს ამხანაგური შეხვედრები მოსამზადებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა შემოდგომის ერთა ლიგას სრულად მზად შევხვდეთ. რაც შეეხება ქოჩერაშვილს, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას მუღლზე პრობლემები აქვს. როგორც ვიცი, ის ნელ-ნელა მწყობში დგება. მოედანს უბრუნდება და დიდი იმედი მაქვს, ივნისში დაგვიბრუნდება. აცხადებ, რომ გურამკაში არის ერთ-ერთი ყველაზე დამორჩეული ფეხბურთელებისაც ეროვნული ნაკრების მაისური. არა იმიტომ, რომ მან ჩაატარა თითქმის 130 თამაშის დროს მაგალითი იყო. ყველა ფეხბურთელის ყოველდღიურად ასნიშნავს იყო ნაკრების ფეხბურთელი სიამაყით ატარებს შენობების მაისურის კაპიტნის შენაკრებს ევროპის ჩემპიონატზე და ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო შემოქმედის და თერგერგეუს ფედერაციის სახელით ჩემპიონატად უდიდესი ბაზრობაში ყველაფრისთვის ძალიან ვანახო ჩემთან ჩვენ მოვიწიეთ თამაში შემდეგ იყავი ჩვენი ნაკრების კაპიტანი და გამორჩეული ადამიანი, ამიტომ რა თქმა უნდა ყოველთვის ჩვენ შემიძლია მადლიერები ვიქნებით. ჩვენი კარგი ყოველთვის ღია არის და რა თქმა უნდა ჩვენ გადაწყვიტა რომ საკითხი ყოველთვის დიდი პატივი იქნება, რომ ჩვენ კარგზე ვიმუშაობთ ამ საქმეში, რაც ერთად ცხოვრება მსახურები და რა თქმა უნდა, რაში ძალიან ბევრი რამე გააკეთა შემოქმედისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო რაც გააკეთებს საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, შენთვის ყოველთვის თავარი მიზანი იყო და შენი ქვეყანა ყოფილიყო წარმატებული და დამაჯერებული და ამიტომ დიდი მადლობა საქართველოსთვის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისრაელს 26 მარტს თბილისში მიხეილ მესკის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაუპირისპირდება. ლიეტუვას კი ვილნიუსში 29 მარტს საქართველოს დროით 17 საათზე. რა შედეგებით დამთავრდება ეს შეხვედრები? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ გავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიცხი ლайკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.